მოიგო. სულ 9 შეხვედრა აქვს ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ ჩატარებული, აქ გადარჩა გარეჯი. მომენტი ჯერჯერობით შეხვედრაში არ შექმნა, რა კარგი გადაცემა იყო. ვერ დავინახე თუ ვინ შეასრულა, მე მგონი ქუთათელაძემ და მე უკვე ეს დარტყმა აღარ გამოვიდა იმდენად რბილი და მსუბუქი, რომ საბოლოოდ გოლი გასულიყო. ესე დასრულდა. გულისხმობ თუ მხოლოდ ქულა იყო. კოლხეთმა ჯერ ეს ეპიზოდი უნდა ვნახოთ. სერგო კუხიანიძე ძალიან მახვილი კუთხიდან ასრულებდა დარტყმას. თავადვე მოიპოვა ბურთი, რა თქმა უნდა, იყო ვარიანტი, იქ პაპავა იხსნებოდა და გამოჩნდა რომ მე მიუძთა კიდეც ამ ყოველივეზე მეოცე ნომერს. გოგოლაშვილიც ითხოვდა მათ შორის. სულიყო გარეჯის მერვე ნომერი, კიდევ ერთი ჩაწოდება საჯარიმოში და ის თელობა უკვე აღარ გამოვიდა ზუსტი ბურთით წვით. აქ გავიდა ეს პასი და ვნახოთ დარტყმა თუ შედგება, კაპანაძე პასი ალბათ საჭირო. დარტყმა და ბრწყინვალედ თამაშობს აქ ურგენიძე და ახერხებს თავისი გუნდის გადარჩენას. დარტყმა მე მგონი ქუთათელაძეა ეს მოთამაშე. კაპანაძის დროული და ზუსტი გადაცემა და დარტყმა, რომელიც კინაღამ დასრულდა გოლით. შესანიშნავი მოქმედება ტიმო ლოკოობის მხრიდან. საბოლოოდ დარტყმა უკვე აღარ გამოვიდა შედეგიანი. გიუნაშვილმა დააბრუნა ბურთი სიღრმეში. და წესით ძალიან უნდა გაგვიყვირდეს აქ ბრწყინვალე დარტყმა და შესანიშნავი გოლი, რომელიც გადის ტაიმის ბოლოს. ამარ ბეგიჩი გატანილი გოლის ავტორით გატანა ეს მისი პირველი გოლია კოლხეთის შემადგენლობაში. გოლი, რომელიც ნამდვილად ძალიან დასამახსოვრებელი არის. საოცარი სიზუსტით და სიძლიერით შეასრულა ბეგიჩმა ეს დარტყმა. ხარებავას მორიგი საგოლე გადაცემა და აქ ფაქტობრივად ჩანსი არ ჰქონდა მეკარეს, იმდენად ზუსტად და ძლიერად შესრულდა ეს დარტყმა. 13 ნახოთ მეორე ტაიმში გარეჯი რა თქმა უნდა ამოცემულობას არ შეეგუება, თუმცა აქ შეიძლება კიდევ ერთი გოლი გავიდეს დარტყმა და გადაარჩინა გურგენიძემ თავისი გუნდი. ძალიან დიდი ნაბიჯების გადადგმა შეეძლო გუნდს გამარჯვებისაკენ. ფაჩულია იყო ახლოს აქ გოლის გატანასთან და ზუსტია ქუთათელაძე უახლოვდება საჯარიმოს. ფაჩულია, ცრუმოძრაობა, დარტყმა და ძილს ხვდება ბურთი გადარჩა გარეჯი გოლის გაშვებას. აი ბოლო დარტყმა უკვე აღარ გამოვიდა წარმატებული, თუმცა მანამდე ფაჩულიამ ძალიან კარგი ცრუმოძრაობით კარგად გაითავისუფლა თავი დაარტყა და მეკარისაგან ახლო მარჯვენა დაბალ კუთხეში გააგზავნა ბურთი. გალახვარიძე იხსნება მარჯვნივ პაპავამ დაარტყა ძალიან სახიფათოდ და კინაღამ გაათანაბრა კიდეც ანგარიში არ წავიდა. ეს კი პაპავას დარტყმა, რომლის შემდეგაც გულისკერიამ ზუსტად იმოქმედა. პაპავა ცდილობდა სეზონში მე-10 გოლის გატანას. ძალიან ეს არის ალბათ ზეზი აქაც შეხვედრისა მატჩის 58 წუთზე პენალტი ზუსტად და იდეალურად შეასრულა ლევან პაპავამ და ყველაფერი თავიდან იწყება 1-1 გარეჯი ათანაბრებს ანგარიშს. ბოლოს პაპავას იბერიას კარში ჰქონდა გოლი გატანილი შეხვედრაში, რომელიც ფრედ დასრულდა საბოლოოდ 1-1. აქ იდეალურად შეასრულა ეს დარტყმა პაპავამ, ვერ გამოიწვია გულისკერიამ კუთხე. როგორც გითხარით, ეს 32 წლის ფორვარდისთვის არის მე-10 გატანილი გოლი. ეს გარდაუვალი იქნება. მოსაშვილი აწვის ბურთს საჯარიმოში დარტყმა და აქ უკვე გარეჯი წინ გადის 1-2 ძალიან მოკლე მონაკვეთში დაახლოებით 2-3 წუთიან მონაკვეთში გარეჯმა მოახერხა 2 გოლის გატანა და უკვე სტუმრები გადიან წინ მეორე ტაიმის დასაწყისში შემოატრიალა თამაში. მოხდა ამ ეპიზოდში მარცხენა ფლანგიდან ბაჩანა მოსაშვილმა ჩააწოდა და ნიკა კაჭარავამ შეძლო შესანიშნავი დარტყმით გოლის გატანა, ცვლილებამ გაამართლა შეგვიძლია ვთქვათ და ნიკა კაჭარავამ ძალიან მნიშვნელოვანი გოლით თავისი გუნდი დააწინაურა. 1-2 58 და 61 წუთებზე საგარეჯოელებმა ბრწყინვალე ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა. იქნება ასე რომ ეს სეზონი იბერიას და დილას აიქრობი წარიმართა. აქ კიდევ ერთი გოლი შეიძლება გავიდეს და გადის კიდეც 1-3
თოლორდავა გატანილი გოლის ავტორი საკმაოდ კომფორტული სხვაობაში იქნა უკვე სტუმარმა გუნდმა გოლის გატანა და ეს მისი პირველი გოლია გარეჯის შემადგენლობაში თავით შეძლო ისევ ბაჩანა მოსაშვილის საგოლე გადაცემა და ისევ ცვლილებაზე შემოსულმა მოთამაშემ გაიტანა გოლი ფაქტობრივად გადაწყვიტა გარეჯმა ამ შეხვედრის ბედი ვერ შეძლო ადი ხალაძემ გაუშვა ბურთი კარისკენ და კინაღამ გავიდა გოლი მარჯვნივ გადაცემა იქ ვერ ახერხებს წარმოდგომას ერთ-ერთი მასპინძელი გუნდის მოთამაშე და გადის გოლი შეხვედრის 96 წუთზე გატანილი გოლის ავტორი კოლხეთის მხრიდან ხდება სანდრო ავალიანი არ ითვლება ეს გოლი უქმდება როგორც ამ შეხვედრაში სტუმრებს გამარჯვება ორივე გუნდს წარმატებები უსურვოთ კახალ ოსაბერეძე მუშაობდა თქვენთვის ამ რეპორტაჟზე